პირად საუბრებსა და საჯარო განცხადებებში დაფიქსირებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მისალოს ტექსტებში ხალხისგან გამიჯნული ხელისუფლება და ევროპელი ლიდერების, დეპუტატებისა და ელჩების ჩართულობა შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების ამ და სხვა ქმედებებს მმართველი პარტია Deep State-ის გავლენებს უკავშირებს. ამ კონტექსტში განიხილება გირაოს გადაუხდელობისთვის ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ევროპელი დიპლომატების კრიტიკული შეფასებებიც. მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ ბრალდებები როგორც წარსულში, ისე ახლაც არგუმენტოა. მტკიცებულებად კი ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც მელიას დაკავება და პატიმრობა ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო. უსამართლო დამოუკიდებლობის მიუხედავად ხელისუფლება დასავლეთთან დიალოგისთვის მზაობას გამოხატავს, თუმცა გარკვეული წინაპირობით. პროცესში საქართველოს ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში ძლავრობს, რა თქმა უნდა, Deep State-ი. Deep State-ს საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ევროპიდან პერიოდულად ისმის. ამჯერად ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ სამი ევროპული ქვეყნის ლიდერის ერთობლივმა განცხადებამ გაუმყარა. ემანუელ მაკრონმა, დონალდ ტუსკმა და ფრიდრიხ მერცმა დამოუკიდებლობის დღე ქართულ ხალხს მიულოცეს. ხელისუფლებას კი პოლიტიკა დაუწუნეს. პოლიტიკა მაგალითად ოპონენტებთან და ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. კრიტიკას მოაყოლეს რჩევაც დიალოგის აუცილებლობის შესახებ. რაც შეეხება მაკრონს, მე რაც მითხრა მან ალბანეთში, არის თავისი არსის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. ხო, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ხედავ. Deep State-ის გავლენის შედეგად მიიჩნევს მმართველი გუნდი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კრიტიკას, მაგალითად ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რაც გირაოს გადაუხდელობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ პოლიტიკოსებზე, ვისაც სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდა დააკისრა. ამ გირაოს გადაუხდელობის გამო კი დააკავეს, ან ეს პროცესი ჯერ კიდევ წინა არ ადგან. მიუხედავად გირაოს გადახდაზე გაცხადებული უარისა, კანონი კონკრეტულ ვადებს ითვალისწინებს. არც საელჩო, არც რომელიმე ხელისუფლება და ეს შემდეგ ყველაფერს მართავს Deep State-ი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ასევე გახსოვთ თავის დროზე მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები 3 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. თქვენ მოისმინეთ რომელიმე ელჩის ან რომელიმე საელჩოს რომელიმე ქვეყნის ბოდიში ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვიგრძალავდნენ სამართლის უზენაესობის პრინციპის მიხედვით მოქმედებას. ეს ხო სამარცხვინო განცხადებები და ახლა უფრო მეტიც კადრულობენ და იგივე იმეორებენ 3 წლის თავზე. 2023 წელს ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პოლიტიკოსის დაკავებისას არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არც მეხუთე, ანუ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების და არც მე-18 მუხლი, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების თაობაზე, რასაც თავის მხრივ პოლიტიკოსი ქართულ სახელმწიფოს ედავებოდა. საქმე კი 2021 წელს მელიას დაკავებას ეხებოდა, როცა მელიამ ჯერ აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა. შემდეგ კი გირაოს გადახდაზე თქვა უარი. კრიტიკა მაშინაც იყო. უფრო მეტიც საბოლოოდ მელიამ საპატიმრო მას შემდეგ დატოვა, რაც მისთვის შეფარდებული 40,000 ლარიანი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ამ გირაოსთან ბოდიში არ მოჰყოლია. ამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისთვის კიდევ უფრო მიუღებელია კრიტიკა. აწმყოში კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების გამო. მით უმეტეს, რომ მელია ახლაც ბრალდებულია და გირაოს გადახდას ახლაც არ აპირებს. ევროპული სასამართლოს ეს შეფასება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მელიას საქმესთან დაკავშირებით, არამედ მომავალშიც, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი გადაწყვეტს, რომ არ დაემორჩილოს კანონს, მან მიზანმიმართულად კანონი დაარღვევს, რადგან აქვს რაღაც პოლიტიკური მოტივები, მომავალშიც ეს შეფასება იქნება რელევანტური, რადგან სასამართლოს, ევროპულ სასამართლოს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ დაუშვებელია კანონის დარღვევა, თუნდაც პოლიტიკური მოტივებით და ასეთ შემთხვევაში კანონის დარღვევა ის შეუსაბამო არის ევროპული კონვენციის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ეს არის პრეცედენტული შეფასება და ვრცელდება ყველა მომავალ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსზე. ნიკა მელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის 2 წლის წინანდელი გადაწყვეტილება არც პრეცედენტულად და არც არსებულ რეალობაზე მორგებულად არ მიაჩნიათ ხელისუფლების ოპონენტებს. შესაბამისად
ამისად ისინი სრულად იზიარებენ იმ კრიტიკულ პოზიციებს, რომელიც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის მხრიდან ხელისუფლებისკენაა მიმართული, მათ შორის ბოლო სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით. ოპოზიცია ამ პროცესში არც deep state-სა თუ მის გავლენებს აღიარებს და დასავლურ კრიტიკას, მხოლოდ პარტნიორების გულშემატკივრობას მიაწერს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. არ არის რელევანტური საერთოდ სტრასბურგი მსჯელობს პროცედურულ საკითხებზე, იმას კი არ განიხილავს, აქ რა ტიპის რეჟიმი არის ამ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს აკავებს. რატომ მივედით აქამდე, რატო აღიძრა საქმე, რატომ აკავებდნენ? ესეთ საკითხებზე ფიქრობენ, მსჯელობენ, იციან ეს ყველაფერი. მე თქვენ ქართულმა საზოგადოებმა და იმ საელჩოს წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა, რომლებიც შემდეგ ამ განცხადებებს აკეთებენ. დადგა ის მოცემულობა, რომ ყავს ქვეყანაში 53 პოლიტპატიმარი და ასევე ქვეყნის ევროპული მომავალი ფაქტიურად გაუქმებული არის, რადგან 2024 წლის არჩევნები ჩატარდა უმძიმესი სისტემური დარღვევების პირობებში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ეს მწვავე შეფასებები და მათი მოწოდებები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს საერთაშორისო წნეხი რეჟიმზე. ოცნების რეჟიმი ვერ მოახდენს ურთიერთობების ნორმალიზებას დასავლეთის სახელმწიფოებთან, მას არაფერი სივრცე არ გააჩნია საამისოდ და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი კაფიოდ მოუწოდებს ქართული ოცნების რეჟიმს, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ შეწყვეტოს დემოკრატიული უკუსლა. ის რომ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მისამართით დასავლურ კრიტიკას სრულად ეთანხმება, მმართველი გუნდისთვის იმ პოზიციის გამყარების საფუძველია, რომელიც მათი ოპონენტების გარედან მართვას ეხება. გარედან სწორედ deep state-ის მიერ, რადგან ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ისე როგორც სხვა ყველა საკითხზე გირაოს გადახდა გადაუხდელობაზეც კი ოპოზიცია დავალებებს სწორედ deep state-ისგან იღებს. იმ ძალებისგან, ვისი მიზანი და სურვილიც სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებებში ჩარევა. დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის რაღაც ვასალის მიმართ დამოკიდებულებას გავს. რომ შენ უნდა იმოქმედო ისე არა როგორც კანონი კარნახობს, არამედ ისე როგორც მიაჩნია კობელიუსს. მაგალითად ეს არის ის ფორმა, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ევროპული ტრიბუნებიდან გველაპარაკებიან, რაც არ არის მისაღები. ერთ-ერთი არც ვასალი არ არის საქართველოს. მეორე-ერთი ჩვენ კარგად გვესმის სად რაში მდგომარეობს საქართველოს უნიკალურობა, როგორც გეოპოლიტიკური მოცემულობის. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ახლა სხვა ქვეყნის ელჩებმა საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკაში ილაპარაკონ, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა თუ მოქალაქემ ამ ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს თუ არ აღასრულოს. კანონში რაც წერია, უნდა შესრულდეს თუ არ შესრულდეს. ესე მაწყობს დღეს თუ ასე აწყობს ვიღაცას ხვალ საზოგადოებიდან. ამ აბსურდს უნდა დაესვას წერტილი. და ეს არის ყველაზე მთავარი. თან იმ შემთხვევაში, რომ საქართველოს კანონმდებლობა და სისტემა არის დემოკრატიული. კრიტიკის მიუხედავად, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისა და კომუნიკაციისთვის დასავლელ პარტნიორებთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მთავარი პირობა პარტნიორებთან საქართველოს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს პატივისცემა.